вона не зупиниться. И просто идти на ჩემი აზრით რუსეთი არ გაჩერდება. ამიტომ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებზე დათანხმება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ეს ფაქტობრივად დანებებაა. რისთვის დაიღუპა ამდენი ჩვენი ბიჭი? ეს არ გვაძლევს გარანტიას, რომ მშვიდობა იქნება. დღეს ამ მიწას მივცემთ, ხვალ კი უფრო მეც მოითხოვენ. ამიტომ რუსეთს ეს ეწოვა უნდა გაძლიერდეს. მაგრამ საკითხავია როგორ გავაკეთოთ ეს. მხოლოდ ღმერთი თუ დაგვეხმარება. დამწუხრებული ვარ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მე ქრისტიანი ვარ, მღვდელი და ამიტომ საბრძოლო განწყობაზეც ვარ. ჩვენ გვჯერა რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენს ყველა მიწას დავიბრუნებთ და მშვიდობა დამყარდება. И також як це робити? სამშვიდობო გეგმა ვერ იარსებობს, რადგან ქვეყანაში ქურდობაა. ჩვენი პრეზიდენტი ბევრ რამეშია გარეული. მუდმივად გვატყუებენ, ძალიან მცირე პენსია გვაქვს. ფაქტობრივად გაღატაკებულები ვართ. თითქმის 70 წლის ვარ და უკმაპური საშოვნელად სამსახურში მიწევს სიარული. ქირაც გადასახდელია. მეწოდებიან ჩემი შვილები და შვილიშვილები. სამშვიდობო გეგმა გამორიცხულია. ამერიკელები თავიანთ შეხედულებას გვახვევენ თავს. უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები აბსოლუტურად ყველაფერი უნდა დავკარგოთ. რა გეგმაზეა საუბარი? Дивлячись на те, що син воює, ჩემი შვილი ომში იბრძვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ვინმესთან იმ პირობებზე საუბარი, რომლებზეც რამდენიმე დღეა აჟიოტაჟია ატეხილი. ჩვენ ეს არ გვინდა. нам неприємні, абсолютно.